მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ YouTube არხს მოხეტიალეს, მე კიდე ამ არხის ერთადერთი შემოქმედი ლუკა ვარ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ქალაქ ვენაში. ეს არ არის ქალაქი, სადაც მხოლოდ მოცარტი და შტრუდელი დაიბადა. ეს არის ქალაქი, რომელმაც მე-19-მე-20 საუკუნეებში კაცობრიობა მთლიანად შეცვალა. ეს არის ქალაქი, სადაც იმ ადამიანს, რომელმაც კაცობრიობა შეცვალა, ზოგი გმირად მოიხსენიებდა, ზოგი კი გიშს ეძახდა. ეს არის ქალაქი, სადაც კოპერნიკის თეორიამ, დარვინის თეორიამ და ჩემმა თეორიამ შეცვალა კაცობრიობა. ეს სიტყვები მე არ მეკუთვნის. ეს სიტყვები ეკუთვნის ერთ-ერთ გენიოს ადამიანს ზიგმუნდ ფროიდს. რა თქმა უნდა, ფსიქოანალიზმა მთლიანი კაცობრიობა შეცვალა. შეცვალა მთელი არსი, შეცვალა ფსიქოლოგია. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ზიგმუნდ ფროიდზე, კარლ გუსტავ იუნგზე და ასევე რა თქმა უნდა ვენაში როცა ვიმყოფებით, შეუძლებელი არის არ ვისაუბროთ ისეთ გენიოს ექიმზე, როგორიც არის ალფრედ ადლერი. გამოიწერეთ YouTube არხი და დაალაიქეთ ეს ვიდეო. ასევე ჩვენ არა მარტო ფსიქოლოგიის გამო ჩამოვედით ამ ქალაქში, არამედ ჩამოვედით ფეხბურთისთვისაც, სადაც საქართველოს ერთ-ერთი გუნდი, სპაერი, თავის ისტორიულ შეხვედრას გამართავს. იგინი პირველად ითამაშებენ ისეთ მნიშვნელოვან შეხვედრას, ისეთ საერთაშორისო მატჩს, როგორიც არის კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი. სპაერი დაუპირისპირდება ავსტრია ვენას და თქვენ შეგიძლიათ ეს ვიდეო ფეხბურთი მეორე ვიდეოში ნახოთ. მაშასე, გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი და დარჩით ჩემთან. მე ახლა ვიმყოფები ვენის უნივერსიტეტის წინ. ჩემს უკან თქვენ ხედავთ ვენის უნივერსიტეტს, რომელშიც მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და სამწუხაროდ ვერ შევძელით ვენის უნივერსიტეტის წინა ფონით გადახება. ალბათ იკითხავთ რა შუაში არის ვენის უნივერსიტეტი დღევანდელ ვიდეოსთან. ზიგმუნდ ფროიდი სწორედ ამ უნივერსიტეტში სწავლობდა. იგი დაიბადა 1856 წელს ქალაქ მორავიაში, დღევანდელი ჩეხეთის ტერიტორიაზე, თუმცა მალევე მისი ოჯახი გადმოვიდა ვენაში საცხოვრებლად. მან ჩააბარა ვენის უნივერსიტეტში ნევროლოგიის ფაკულტეტზე და ძალიან მალე, როდესაც იგი გადიოდა პრაქტიკულ კლინიკურ სწავლებას, მან შეამჩნია რაღაცა უცნაური. როგორც მან ამ ყველაფერს უწოდა ისტერია და დაიწყო ამ ყველაფრის კვლევა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ეს ყველაფერი ორგანული ავადმყოფობით არ იყო გამოწვეული. ეს ყველაფერი იყო რაღაც შინაგანი, რომელიც მას აუცილებლად უნდა გამოერკვია. შესაბამისად, მან დაადგინა, რომ ყველაფერი ჩვილობიდან დაწყებული ნებისმიერი რამ, რომელიცაც ადამიანი განიცდის, იგი ილექება. იგი ილექება ადამიანის ფსიქიკაში. დღეს სწორედ ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა არის ეს, რაც ადამიანის ფსიქიკაში არის დალექილი. ზიგმუნდ ფროიდი და ფსიქოანალიზი. გამოიწერეთ ჩემი არხი და დარჩით ჩვენთან.
სწორედ ამ სახლში ჩამოყალიბდა იდეა, რომლის მიხედვითაც ფროიდმა დაადგინა, რომ ქვეცნობიერი მოქმედებს ადამიანის ქცევებს. მოკლედ შევიდეთ ახლა ზიგმუნდ ფროიდის მუზეუმში, დავათვალიეროთ მისი სახლ-მუზეუმი და ვნახოთ ის მდივანი, სადაც იგი ატარებდა კვლევით ლაბორატორიას და სადაც იგი ატარებდა კვლევებს ადამიანებს. წავედით. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ზიგმუნდ ფროიდის ეზოში, სადაც მან 1902 წელს ჩამოაყალიბა ოთხშაბათის საზოგადოება. და იყო ოთხშაბათის საზოგადოება. ოთხშაბათის საზოგადოება იყო ადგილი, სადაც ფსიქოლოგიით დაინტერესებული ადამიანები იკრიბებოდნენ და საუბრობდნენ. ამ საზოგადოების ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო ადლერიც, რომელიც შემდგომში ამ საზოგადოების პრეზიდენტადაც იქცა. თუმცა 1911 წელს ადლერი ზიგმუნდ ფროიდს გამოიგო. ძირითადი უთანხმოება, როგორც ცნობილი არის, მოუვიდათ, რომ ადლერი არ ითვალისწინებდა სექსუალურ ინსტინქტებს როგორც მთავარ მამოძრავებელ ძრავად. ადლერის თეორია არის იმითი გავრცელებული და ცნობილი, რომ იგი საუბრობს ზეგანვითარების თეორიაზე. ადლერი ასევე საუბრობდა დაბალი თვითშეფასების კომპლექსი. ადამიანისთვის ადლერის აზრით არის ძალაუფლებისკენ სწრაფვა პრიორიტეტი, ხოლო ფროიდი ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ეწინააღმდეგებოდა. სწორედ 1911 წელს ამ მიზეზის გამო ადლერმა დატოვა ეს კავშირი. თუმცა აქვე საინტერესო არის ერთ-ერთ საინტერესო შვეიცარიელ ფსიქოლოგზე კარლ გუსტავ იუნგს. წარმოიდგინეთ სამი ადამიანი. წარმოიდგინეთ ხართ პარალელურ სამყაროში და ცხოვრობთ მე-19 საუკუნეში, სადაც კარლ გუსტავ იუნგი, ზიგმუნდ ფროიდი და ადლერი მუშაობენ ერთ თემაზე. შესაბამისად, ყველანაირი ლოგიკით მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ რაღაც გენიალურ და არა ამ ქვეყნიურ შექმნის ეს სამი ადამიანი ერთად. ეს სამივე ადამიანი ერუდირებული არის, განათლებული არის, განაწონასწორებული ადამიანები არის. ფსიქოლოგიაც რა არის, გაწონასწორება არის, ხო, მეგობრებო? დიახ. თუმცა სამივე მათგანი დაშორდება ზიგმუნდ ფროიდს. შეიძლება აქ ფსიქოლოგიურ პრობლემებზეც ვისაუბროთ. მე რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ჩემი აზრი არის და მიმთვლი რაღაც ფაქტებიდან გამნა, რომ ზიგმუნდ ფროიდს უჭირდა ადამიანებთან ურთიერთობა. ამისი მთავარი მაგალითი არის იუნგის და ადლერთან ურთიერთობა. კარლ გუსტავ იუნგს, როდესაც შეხვდა ფროიდი პირველად 13 საათი ისაუბრეს. 13 საათი, მეგობრებო. შესაბამისად, ფროიდი იუნგს თვლიდა მის მთავარ მემკვიდრედ. თუმცა მისი მთავარი მემკვიდრე, რა თქმა უნდა, მისი შვილი ანა ფროიდი აღმოჩნდა და არა კარლ გუსტავ იუნგი. საბოლოო ჯამში ამათი ურთიერთობაც დასრულდა. სულ ეს იყო, მეგობრებო, ეს არ იყო ფსიქოანალიზის მიმოხილვა, იყო, მაგრამ ეს არ იყო ფსიქოანალიზის სიღრმისეული მიმოხილვა. თუ დაგაინტერესებთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი YouTube არხით, დააკომენტარეთ, განვიხილოთ თუ არა კონკრეტულად ფსიქოანალიზი, თუ რატომ არის ფსიქოანალიზი გენიალური და ასევე რა მინუსები აქვს ფსიქოანალიზს. აშას, ეს იყო მოხეტიალეს ფსიქოლოგიური საგანმანათლებლო ბლოგი ვენი.